მაშინ, როდესაც საქართველოში განსაკუთრებით ბოლო 7 თვის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობს 2008 წლის ომთან დაკავშირებული ჰააგის და სტრასბურგის გადაწყვეტილების რევიზირება, მიმდინარეობს რუსეთის ფედერაციის ინტერესის გატარება 2008 წლის ომში მიხეილ სააკაშვილის ქართული მხარის და უშუალოდ ნაციონალური მოძრაობის გასამართლება, ეს არის რაც ყოველდღიურად ხდება ამ ეგრეთ წოდებულ საპარლამენტო კომისიაზე, არავის არ უნდა გაუკვირდეს, რომ როდესაც მესამე პრეზიდენტს ნაციონალურ მოძრაობას ასამართლებენ 2008 წლის ომში საქართველოს არჩაბარების გამო და მასშტაბი შევადაროთ საქართველოს თბილისის არჩაბარების გამო, როცა ასამართლებენ, საერთოდ არ არის გასაკვირი, რომ ჩორჩანის აი ამ საგუშაგოს ეპიზოდზე გიორგი გახარიაც გაასამართლონ. ამიტომ მიმაჩნდა მე თავიდანვე სისულელეთ და ამორალურად, როდესაც რუსეთის ფედერაციასთან და ოკუპაციასთან მეომარ პარტიას ტოლობის ნიშანს უსვამდნენ ქართულ ოცნებასთან, რომლებიც 100%-ის ოკუპაციას ცდილობენ ამ ქვეყნის. შესაბამისად, გიორგი გახარია არ არის გამონაკლისი ამ საკითხში. თუ კი მიხეილ სააკაშვილს ასამართლებენ მთლიანი საქართველოს არჩაბარების გამო, შესაძლებელია გიორგი გახარია გაასამართლონ ჩორჩანის არჩაბარების გამო. იმ შეკითხვას დაუბრუნდები, თეატრულ ოკეანზე მკითხეთ, თავიდან დაიბარა. ეს იყო თავიდანვე შეცდომა, როდესაც გიორგი გახარია, რომელმაც თავიდანვე სალომე ზურაბიშვილის ფორმატში ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება, რაც მიიღეს, იყო, რომ კომისიასთან არ ითანამშრომლებდნენ. მე რამდენადაც მახსოვს, მეორე თუ მესამე დღეს მან ეს პირობა დაარღვია მისმა პარტიამ და თავად გიორგი გახარია მივიდა. ოღონდ ჩემთვის მაშინაც უცნობი იყო, როგორც პარლამენტის დეპუტატი მივიდა თუ როგორც ოპოზიციონერი, იმიტომ რომ მას ჯერ კიდევ არ აქვს შეწყვეტილი პარლამენტის მანდატი. აქედან გამომდინარე, მე არ მიკვის, როდესაც ერთხელ წახვალ კომპრომისზე ბიძინა ივანიშვილთან, განსაკუთრებით ამ დროს 26 ოქტომბრის შემდეგ, აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ მას მეორედაც თხოვენ კომპრომისზე წასვლას და მე და ჩვენ გუნდს გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი. რომ გიორგი გახარია არის ძალიან სერიოზული პოლიტიკური შანტაჟის ქვეშ, ეს ახალი დამოკლეს მახვილი დაკიდეს მის თავზე, ამ ჩორჩანის ეპიზოდთან დაკავშირებით და ის საშუალება, რომელიც ქართულმა საზოგადოებამ მას არ მისცა პარლამენტ შესვლასთან დაკავშირებით, ანუ მას მოუწია ყურადღების გამახვილება საზოგადოებრივ აზრზე და მე რამდენადაც ვიცი, მისი გუნდის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებაც მიიღო და არ შევიდა პარლამენტში. ქართულმა ოცნებამ თავი დაიზღოს, რომ იგივე არ მოხდება თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, არ არის გამორიცხული, რომ სწორედ ამ მიზნით მიმდინარეობდეს ეს ცალსახა ჩემი აზრით, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ არავის მიმართ სოლიდარული არ არის გახარიას გუნდი და ყოველთვის რაღაცა ოლიმპოდან გველაპარაკებიან, ჩვენ ვაღიარებთ, რომ ეს ცალსახა პოლიტიკური დევნაა, თუმცა რას ემსახურება, ჩვენ მგონია, რომ ზუსტად თვითმმართველობის არჩევნებში მისი შესვლის გარანტირებას ემსახურება, იმიტომ რომ თუ ერთხელ ადამიანი დაყვა შანტაჟს და ჩემი აზრით შანტაჟის გამო მივიდა ის ამ ეგრეთ წოდებულ კომისიაზე, ახლა მოუწევს ან რეალური ოპოზიცია გახდეს და ივანიშვილთან კომპრომისზე სიარულს თავი დაანებოს და ნაციონალური მოძრაობის გინების გარდა სხვა რამით დაკავდეს, ან არა და მე დარწმუნებული ვარ, რომ მიუხედავად მისი კომპრომისებისა, ივანიშვილი მას ზუსტად იმას გაუკეთებს, რაც დიდი ხანია დაგეგმილი აქვს. მაშინ გიორგი გახარია სახელმწიფო უწყებთან შეთანხმებული ამბობენ, რომ პირიქით სუსის წინააღმდეგიც კი იყო. აი თქვენ როგორ ახსოვს? არ ვიცი, ჩემთვის ეს არის ერთ-ერთი ყველაზე უაზრო არგუმენტაციას ვისმენ ქართული ოცნებიდან, იმიტომ რომ თავის დროზე მხარს უჭერდნენ განცხადებებიც ვნახეთ 2019 წელი იყო, 18 წელი იყო, გუშინ სტატიებიც იყო გამოქვეყნებული, მაშინ როგორ უჭერდა ქართული ოცნება ამას მხარს. მაგრამ ის რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რამდენადაც მახსოვს ოსური მხარისგან გაიგო, რომ ესეთი რამე შენდებოდა, კიდე ერთხელ მიუთითებს იმ დეზორიენტაციაზე, რომელიც ქართულ ოცნებაში მაშინაც იყო სახელისუფლებას ტოებში. ხა გიორგი გახარიას ჩემი აზრით და ჩემი პოლიტიკური გუნდის მოსაზრებით ბევრად უფრო სხვა მიმართულებით შეიძლება მიმდინარეობდეს მის
პოლიტიკურ ფიგურასთან და კარიერასთან დაკავშირებით გამოძიება. ეს ჩორჩანის ეპიზოდი მე ყველაზე ნაკლებად მგონია, რომ რაიმე საგამოძიებო ინტერესი საგანი უნდა იყოს, იმიტომ რომ ფაქტია, რომ სახელმწიფო ინტერესის გატარებას ემსახურებოდა და ქართული ოცნება არ მიკვირს, რომ მოცივნისზე არ იწყებს მის წინააღმდეგ გამოძიებას, რაც ჩემი აზრით გამოსაძიებელია. თუ ისინი საუბრობენ მუდმივად ნაციონალური მოძრაობის პერიოდზე, ჩემთვის პირადად, მაშინ 19 წლის ვიყავი, ჩემთვის პირადად ქართული ოცნების ბნელით მოსილი აი ამ დარბევების ისტორია 20 ივნისიდან იწყება, რაზეც პასუხები მას ჯერ კიდე გასაცემი აქვს. სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის კვლევა გამოქვეყნდა ჩვენ ნახეთ კვლევის მონაცემები იმ ფონზე, როცა ოპოზიციასთან დაკავშირებული აქტორების მიერ არის ეს კვლევა ჩატარებული, მაინც ქართული ოცნება ლიდერობს ამ კუთხითაც და არის ასეთი ფაქტი, რომ 54% სურს ოპოზიცია მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში. აი ამ კუთხით თქვენ რას აპირებთ, რომ გითხრათ ნაციონალური მოძრაობა? პოზიცია არის ძალიან მარტივად და მკაფიოდ ჩამოყალიბებული. პირველი დავიწყოთ იმით, რომ ჯამურად ამ კვლევით ოპოზიციას ბევრად უფრო მეტი მხარდაჭერა აქვს ვიდრე ქართულ ოცნებას, ეს ერთი. მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ოპოზიციური, ანუ პროდასავლური ამომრჩევლის ნება, როგორი არის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით. პირველი დავიწყოთ იმით, რომ ვინმეს თუ ახსენდება ოდესმე ამ ქვეყანაში დასმულიყო საკითხი, ოპოზიციამ უნდა მიიღოს თუ არა არჩევნებში მონაწილეობა. ანუ აქამდე რომ მიდიხარ, რომ ოპოზიცია უნდა გავიდეს თუ არა, ამას რო ეკითხები შენ ამომრჩეველს, ესე იგი რაღაცა არ არის კარგად. მაგრამ ამ შეკითხვაზეც ყოველი მეორე, ანუ 55% რამდენადაც მახსოვს პროდასალურ ამომრჩეველში, ყოველი მეორე ფაქტობრივად ამბობს, რომ წინასწარ რომ არ უნდა მიიღოს ამ პირობებში ოპოზიცია მონაწილეობა. ხო, დარჩენილ 55%-ში ნახევარი ამბობს, რომ თუ მონაწილეობას მიიღებთ, ანუ სადღაც 25-27% ამბობს, რომ თუ მონაწილეობას მიიღებს ოპოზიცია, უნდა მიიღოს მხოლოდ და მხოლოდ მაშინ თუ საპარლამენტო არჩევნები ან თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად ტარდება, ან ჯერ საპარლამენტოა და მერეა თვითმმართველობის არჩევნები. შესაბამისად, ეს კვლევა ჩვენთვის არის დამატებითი არგუმენტაცია, რომ ამ ეგრეთ წოდებულ არჩევნებს ჩვენ გამოუცხადოთ ის ბოიკოტი, რომელსაც უცხადებთ, იმიტომ რომ ანუ ფაქტობრივად ხაზგაუსვა ოპოზიციური ამომრჩევლის 25-27% არის ეხლა მზად, რომ ამ პირობებში მიიღოს მონაწილეობა. ეს მაჩვენებელი მინიმუმ 70-80% უნდა იყოს, რომ არსებული ცესკოს პირობებში შეძლო ივანიშვილის ხელისუფლების დამარცხება. და როდესაც შენივე ამომრჩეველი მიიჩნევს 60%-მდე, რომ არჩევნები ყველა ვარიანტში დარღვევებით და გაყალბებით დასრულდება, უნდა შეეშვა არსებულ პირობებში არჩევნებში გასვლაზე საუბარს. თქვენ ნახავთ ალბათ დავით ზურაბიშვილის განცხადებას, სადაც ამბობს, რომ არსებული მოდელი შეუძლებელია დაიწერო ის, რაც გინდა და გააყალბო. ოპოზიციის რიგებიდანაც რომ ამბობენ, რომ ამ კუთხით გაყალბება, ან ის რაც გინდა რომ დაიწერო შეუძლებელია, თქვენ როგორ გესახებათ მაშინ აი ეს თუნდაც არჩევნებზე როგორც ამბობთ, ეგრეთ წოდებულ არჩევნებზე ცესკოზე აპელირება. მე მიმაჩნია, რომ ეს განცხადება თავიდან რომ ნახე, მეგონა რომ 25 ოქტომბერს იყო გაკეთებული. და ფაქტია, ოპოზიციამაც საკუთარ შეცდომებზე მე ნასწავლი მაქვს ყოველ შემთხვევაში, როდესაც ვიცი, რომ არავით არის საშუალება არ მაქვს ხმების დაცვის, ვიძახი პირდაპირ. არსებულ სისტემაში, სადაც კიდევ უფრო გაუარესებულია საარჩევნო კოდექსი და დაკვირვების შესაძლებლობა არ არსებობს და გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიები უკვე არ არიან ქვეყანაში და უცხოურ სადამკვირვებლო მისიებს ხელი შეეშლებათ, რომ აქ ასე შემდეგ, ანუ ელემენტარული პროცესი, დაკვირვების პროცესიც, პირადობის მოწმობაზე დახედვის შესაძლებლობაც რო შეუზღუდეს ოპოზიციონერ დამკვირვებელს, მე მგონია, რომ ზუსტად იმას დაიწერს ბიძინა ივანიშვილი, რაც უნდა. კიდევ უფრო მეტად გაყალბდება ეს არჩევნები, ვიდრე წინა არჩევნებით. ახლა არ ვიცი. მე მგონია, რომ ბატონი დავით ზურაბიშვილი ძალიან ცდება, მსუბუქად რო ვთქვა. შემდეგი ლეო ამბობს, რომ ბოიკოტი ისე გამოაცხადეს სხვა პარტიებმა, რომ ჩვენთან შეთანხმება არ ყოფილა, ანუ ისე განაცხადეს ამ შესახებ ამბობა. თქვენი აზრით, რასამსახურე მეტის იყო მაგალითად არ იყო ლეოსენის ამას ლაპარაკი, ეს არ იყო საერთო განცხადება თუ როგორ უპასუხოთ? გაგი ჯაფარიძე ამბობს ამას. მე ესეთ რაღაცას გეტყვით. ყველაზე ხმამაღლა ბოიკოტი გამოაცხადა ლელო, როდესაც სალომე ზურაბიშვილის 26 მაისის განცხადება შეუერთდა.
რუსთაველის გამზირზე პარლამენტის კიბეებიდან გამოაცხადეს, რომ ან არჩევნებში შევლენ საპარლამენტო არჩევნებთან ერთად და პოლიტპატიმრები გარეთ და სამართლიანი ცესკო, ეს გამოაცხადა სალომე ზურაბიშვილმა და აწერდნენ ამაზე ხელს. ამაზე ხმამაღალი ტრიბუნა მე არ გამიგია. მე მაინც გონია, რომ რუსთაველის გამზირი ბევრად უფრო ხმამაღლა ჟღერს, ვიდრე თუნდაც ეს საკონფერენციო რაღაცა სივრცე. და ანუ ლელომ ამას მოაწერა მაშინ ხელი და ზუსტად ერთ კვირაში დაიწყო საუბარი, რომ დისკუსია გასახსნელი და ხა. არ ვიცი. პოლიტიკოდი უფრო მეტი კომფორტია ამბობს ბადრი ჯაფარიძე, ვიდრე არჩევნებში შესვლა. ვისთვის? ოპოზიციისთვის და თუ კითხვა. ტყუილია ეს. ხო, ლელოს თუ ადანაშაულებ და უშოთ ამბობს საერთო ოპოზიციური გეგმის სფეროში, ის პირიქით ყველა სხვა პარტიას ადანაშაულებს ამაში. თავად მათ გადაწყვეტილებას როგორ აფასებთ ახლა? შეცვლილ პოზიციებს, თუნდაც ოპოზიციის სხვა წევრები და ანუ სწორად რომ ამბობს მაგალითად რომ უფრო მეტი კომფორტია ბოიკოტი ვიდრე ამ დროს ოპოზიციის არჩევანში. რა არის უფრო მეტი კომფორტი? რომ ასობით ჩვენ საკრებულოს წევრს და რეგიონალურ ორგანიზაციებს შეექმნებათ უდიდესი საფრთხე არჩევნებში გასვლის არ გასვლის შემთხვევაში? ეს არის კომფორტი? ჩვენ არ გვაქვს მსხვილი ფინანსური რესურსები, რომ ყველაფერი ჩამოვკიდოთ რაღაცა პარტიის ცენტრალურ ბიუჯეტზე. ეს არის კომფორტი? ქუჩის ოპოზიციონერობაა კომფორტი? ტყუილია პირიქით ოპოზიციისთვის უდიდესი გამოცდა არის, მაგრამ როდესაც 50-ზე მეტი 60-მდე ადამიანი ზის ციხეში, როდესაც 500-ზე მეტი ადამიანი არის წამების მსხვერპლი 28 ნოემბრის შემდეგ, ოპოზიციამაც თავისით უნდა გაიღოს რაღაც. როდესაც მარტის არჩევნებში არ მიიღო 90 წელს ზვიად გამსახურდია მონაწილეობა და მაშინ თავად ბატონი ბადრი ჯაფარიძეც ეროვნული მოძრაობის ნაწილი იყო. მაშინ ზვიად გამსახურდია ხართეძოზე წამოწვა? ხართეძოზე წამოწვა თვითონ ბადრი ჯაფარიძეც 90 წელს? არა მგონია. სამაგეროდ ოქტომბერში ჩატარდა არჩევნები, რომლითაც საქართველოს საბოლოო ჯამში გამოაცხადა დამოუკიდებლობა 9 აპრილს 91 წლის. არ ვიცი, ის მათი მოსაზრება იყო და მათი მოსაზრება ემყარებოდა ამ კვლევას. და ამ კვლევაში ყველაფერი წერია იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნებში არ გახვიდე. აი ყველა მონაცემი მიუთითებს, რომ არ უნდა მიიღო გასვლის გადაწყვეტილება. ანუ, როდესაც მეუბნებოდნენ, ყოველი მეორე არის მომხრე გასვლის, ესეც სისულელე იყო. ანუ 100, წარმოვიდგინოთ, რომ ოთახში არის 100 ოპოზიციონერი. 55 დგება ერთ მხარეს და ამბობს, რომ უნდა გახვიდეთ. 45 უბრალოდ გადის ოთახიდან, გეუბნება, რომ არა, სად მიდიხართ. და იმ 55-შიც სადღაც 25 კაცი გეუბნება, რომ საპარლამენტო არჩევნების გარეშე შენ ფეხი არ შეადგა არსად. და უხეშად სადღაც 30-მდე ადამიანი რჩება, რომელიც გეუბნება, რომ გახვიდე არჩევნებზე. და იქით ქართულ ოცნებას მოყავს 100. ეხლა ეს როგორ არის ნორმალური ლოგიკა ვინმე ამეხსნას. და მე არ მგონია ეს რაღაცა ჩვენ არ ვაპირებთ ბოიკოტის გამოცხადების დროს ოფისში ჯდომას. პირიქით. და თვითონ მონაწილეობას თუ მიიღებენ თბილისის საკრებულოში რო იქნება 3 კაცი ლელოს წარმომადგენელი, ამით რა შვება პოლიტპატიმრებს. რა შვება ექნება საარჩევნო სისტემას. საქართველოს დააბრუნებენ თუ არა ევროატლანტიკური განვითარების გზაზე. და მე მგონია რომ ბიძინა ივანიშვილი არ უნდა ამოვასუნთქოთ. 4 აგვისტოს, როცა არის რეგისტრაციის ბოლოვა და უნდა დაფიქსირდეს, რომ ოპოზიციური ძალების უმრავლესობა არ იღებს არჩევნებში მონაწილეობას და ემორჩილება ქართველი ხალხის ნებას. შალო ბაკუაშვილი პოსტს აქვეყნებს გერმანიის საელჩოს აქვს ასეთი მოკლედ წერია, რომ მომავალი აქვს მხოლოდ მას, ვინც იცნობს საკუთარ წარსულს, ჩაატარა ასეთი ასე ვთქვათ ღონისძიება, უცხოელი მკვლევარი ხალხმოწვეული და ერთ-ერთი სპიკერი იყო ირაკლი ხვადაშვილი, რომელიც ნაცმოძრაობის წევრი და ნაცმოძრაობასთან დაკავშირებული პირი, მერვე ნომერი იყო საარჩევნო სიის პარლამენტის და ასეთი აქცენტია დასმული, რომ წარსულის გააზრებაზე როცა არის საუბარი, რამდენად ლოგიკურია და სწორია ნაცმოძრაობის წევრის აი ამ ღონისძიებაზე ყოფნა და თქვენ როგორ ფიქრობთ, ნაციონალურმა მოძრაობამ გაიაზრა თუ არა საკუთარი წარსული? მოდი დავიწყოთ იმით, რომ ირაკლი ხვადაგიანი არის ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი ახალგაზრდა ისტორიკოსი და მკვლევარი და დღეს რომ საბჭოთა წარსულზე და ამ სისხლიან საბჭოთა ისტორიაზე რომ
მონაცემები და კვლევის შედეგები გვაქვს და თანამედროვე მეთოდიკა არის გამოყენებული, უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი, ეს ერთი. მეორე, იმ პოლიტიკური ორგანიზაციისგან, რომელიც ვერ ამბობს 9 აპრილი ვისი მოწყობილია, წარსულის ქექვას საერთოდ უნდა შეეშვან. ირაკლი ყობახიძემ ხო თქვა, რომ ბალტიისპირელები, უკრაინელები და რუსების გარდა ყველა მონაწილეობდა 9 აპრილს. ამით დაიწყონ. წარსულის კვლევა, დაიწყონ წარსულის კვლევა, როგორ აფინანსებდა ბიძინა ივანიშვილი გენერალ ლებედის კამპანიას, რომელიც მონაწილეობდა 9 აპრილის ტრაგედიაში. მოდი აი ეს გამოგეკო შალვა პაპუაშვილმა, ეხერხება GIZ-ში ეს მაინც აქვს ნასწავლი და მერე დაიწყოს ნაცმოძრაობის წარსულის შეფასება. ჩვენ ძალიან ვამაყობთ, რომ ირაკლი ხვადაგიანის თულია როცა სააკაშვილის რეჟიმის დანაშაულს ვერ ხედავს გერმანიის საელჩო. აი თქვენ რატომ იყო ის თხომარიცით? არ ვიცი, მე არ ვფლობ ინფორმაციას, მაგრამ ჩვენ ვამაყობთ, რომ ირაკლი ხვადაგიანი იყო ჩვენი სიის მერვე ნომერი, იმიტომ რომ ესეთი ინტელექტუალური რესურსი არის ნებისმიერი პოლიტიკური ორგანიზაციისთვის თუ საზოგადოებრივი ორგანიზაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანი. და შალვა პაპუაშვილმა ის შეკითხვა დასვას გერმანიის საელჩოში, მას რატო აღარ ეპატიჟებიან? მთელი ცხოვრება რომ გერმანელი გადასახადის გადამხდელის ფულით აქვს სახში საჭმელი მიტანილი, ეხა იკითხოს რატო აღარ ეძახიან? გიორგი ვაშაძის რაც შეეხება დღეს ის სასამართლო პროცესი არის სახელმწიფო კომისიაზე არ გამოცხადების გამო, სავარაუდოდ არის დასკვნითი პროცესი და რა მოლოდინები გაქვთ, რა გაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე? მე არავითარი მოლოდინი არ მაქვს, რასაც ბიძინა ივანიშვილი გადაწყვეტს. ის გადაწყვეტილება გამოვა, ის მოსამართლე ფიქცია არის, მაგრამ წინა პრეცედენტებისგან და პრეცედენტებზე დაყრდნობით მგონია, რომ სამწუხაროდ გიორგი ვაშაძეც გაიზიარებს ნიკა მელიას, ნიკა გვარამიას და ზურაგირჩი ჯაფარიძის ბედს. სამწუხაროდ ეს მოლოდინი მაქვს. დიახ, და რაც შეეხება გუშინდელ აქციას, გამოჩნდნენ ნიღბიანი მოქალაქეები, შეძახილებით რევოლუცია და აი ამ შემთხვევაში რამდენად შედის ოპოზიციის ინტერესში პროცესების რადიკალიზაცია, რევოლუცია და ასე შემდეგ. ყველას აქვს სიტყვისა და გამოხატვის უფლება, ამ ადამიანებმა საკუთარი მოსაზრება დააფიქსირეს და ეს სიტყვა აკრძალული არ არის და ტაბუდადებული არ არის ჩემთვის. საქართველოში რევოლუცია მოხდა 2024 წლის 26 ოქტომბერს. ანუ საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულაში არის აღნიშნული, რომ ხელისუფლება და ხელისუფლების წყარო არის ხალხი. ბიძინა ივანიშვილმა ეს დაარღვია. აქედან გამომდინარე ნებისმიერი მოსაზრება თუ ნებისმიერი რაღაც სკანდირება რევოლუციასთან დაკავშირებით, ამის გამომწვევი არის მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი. თუმცა ინახეთ აი რადიკალური პროცესებით ხელისუფლების შეცვლა თქოს მისაღებია? ჩვენ გვაქვს ჩამოყალიბებული მოსაზრება, რომ არსებულ პირობებში დღის წესრიგში პირველი რაც დგას, არის ახალი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნა და ამის მიღწევა, პოლიტპატიმრების თავისუფლება და სამართლიანი ცესკო. ანუ ჩვენი გეგმა პირველ რიგში არის, რომ ბიძინა ივანიშვილი ვაიძულოთ, რომ შვიდობიანი გზით, როგორც 1990 წელს ზუსტად გამსახურდა მაიძულა კომუნისტური პარტია და მარტის არჩევნები ჩაშალა და ოქტომბერში მიიღო მისი წესებით ჩატარებული არჩევნები, ეს არის ჩვენი გეგმა. რომ საერთაშორისო წნეხი ისე გაიზარდოს, ისეთ საერთაშორისო იზოლაციაში მოექცეს ქართული ოცნება და შიგნით ისეთი ტალღა აგორდეს, რომ ივანიშვილს მოუწიოს ჩვენი თამაშის წესებით არჩევნების ჩატარება. ამაში ვართ კონკრეტული და განსაზღვრული არის ეს გზა. ეს დავაზუსტებ, ეს პერფორმანსი იყო მოქალაქეების და არ იყო კავშირში რომელიმე პარტიასთან. არავითარი კავშირი პარტიებთან არ ქონიათ, საქართველოს მოქალაქეებს აქვს კონსტიტუციით გარანტირებული უფლება გამოხატონ საკუთარი აზრი. მართული გუნდი ამბობს, რომ ოპოზიციის მომხრეები მკვლელობის წახალისებას ახდენენ. რისი? მკვლელობის. მაგალითად, მოყავთ სოციალურ თითქოს იუმორით გავრცელებული სტატუსი, ირანში მოქულული მაღალჩინოსნების ფოტოს აფორტნებენ და ამბობენ, რომ ერთი ფოტო აკლია და თითქოს მიანიშნებენ ამით ირაკლი ყობახიძეზე. ასე მის პეიჯერის ნომერს ითხოვენ და ამითაც პარალელს ავლებენ პეიჯერების აფეთქებაზე. და თქვენთვის მისაღებია თუ არა ასეთი პარალელები და ზოგადად უწყობთ თუ არა ეს ხელს ძალადობას შემდეგ, რავი, ადამიანის მკვლელობას და ასე შემდეგ. თქვენთვის რამდენად არის მისაღები? ანუ ქართული ოცნება ნერვიულობს Facebook მიმებზე და ქარდებზე და 28 ნოემბრის შემდეგ მართლა მე მიმაჩნია, რომ უფლის ნებით არ მოკვდა არავინ რუსთაველის გამზირზე. აი ეს კადრი,
სადაც ლამის ფეხბურთს თამაშობენ ეგრეთ წოდებული სამართალდამცველები რუსთაველის თეატრის წინ ადამიანის თავით, თავში რო ურტყამენ. აი ის ადამიანი რო გადარჩა ეს ყოფლიზნება იყო. თუ ჟურნალისტებს რო კისერი მოუგრიხეს და გადარჩნენ, ძალადობას ახალისებენ კი არა. აი მართლა ღმერთმა დაიფარა ეს ქვეყანა რომ რამე არ მოხდა იქ. ლეტალური შედეგი რო არ დადგა. ვინმე დასჯილა? და ეს მე არც ერთ ქვეყანაში არ მომისმენია ამდენჯერ სიტყვა ბულინგი პოლიტიკოსის მხრიდან. ეს არ არის სკოლა და არ არიან 6 წლის ბავშვები, რომ ბულინგზე კონდეთ სულ აპელირების საშუალება. რას ეძახიან ბულინგს? და კი, ირაკლი კობახიძემ რაზე უნდა იფიქროს, იცით? ისე დარბაზში რო აღმოჩნდები, სადაც ყვირიან, რომ სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს, ამას რო ყვირიან და შენ გარშემო ვინც დგას, ყველა რომ მკვდარია, ხო უნდა იფიქროს სად ჩახვედი. პირველი შეკითხვა ეგ არის, იმ ხალხთან რა უნდოდა? ამიტომ ჯერ ეს კითხოს ქართულმა ოცნებამ და მე დაანებონ Facebook-ზე სკროლვას თავი. არ არის ეგ მათი სივრცე. ან არა და ეს ხალხი დაბლოკონ. და მხოლოდ იავარდით მოფენილი ფოტოები ვისაც უდევთ ქართული ოცნების ამომრჩევლს ისკროლონ. ისინიც ბედნიერები იქნებიან და ჩვენც. როდესაც მაგალითად დებ მაღალჩინოსნების ფოტოს და შემდეგს მიუნიშნებ რომ უნდა იყოს კონკრეტული პირი. ეს მუქარად არ ითვლება, რატომ არის თუ თქვენაც ილაპარაკეთ, ხო? ის თუ არ არის ნორმა, რატომ არის? ჩვენი პარტიის თავმჯდომარეს რამდენიმე დღის წინ ქუჩაში თბილისის ცენტრში გატაცეს ქმარი ძალადობრივი ფორმების გამოყენებით. ეს გამოიძიონ და მერე დაიწყონ გამოძიება Facebook ქარდებთან დაკავშირებით, ვინ რას იხუმრებს. ეს არ არის მეფის სამართალია, როგორ? მე ხო არ მიხუმრია ესე. რას, რომ მოსადი რო ხოცავს მისი სახელმწიფოს მტრებს ირანში და ვიღაცა ქართველი რო წერს და აქვეყნებს ფოტოს, სადაც ირაკლი კობახიძის გარშემო ყველა მოკლული ყავს მოსადს, ადარებთ ერთი და იგივე მასშტაბის საფრთხეა? ირაკლი კობახიძემ ეს კითხვა უნდა დაუსვას თავის თავს, იქ რატო აღმოჩნდა და მერე ინერვიულოს ვინ რას დაწერს. იმიტომ რომ ისინი კი არ ემუქრებიან და კი არ ხუმრობენ, რეალობაში მოყავთ მომაკოდინებელი საფრთხე. 28 ნოემბრის მერე, ვისაც გაუვლია რუსთაველის გამზირზე 2-3 კვირის განმავლობაში, ის იყო ჩვეულებრივი სასაკლაო და ხორცაკები. და ქართული ოცნების ამომრჩეველი მაშინ არ ამგონია ნერვიულობთ ეს და ნერვიულობ და ამ საკითხზე. ამიტომ ცოტა გული გაიმაგრონ, ამას ურჩევდი. საჯარო სივრცეში შეურაცხყოფის ფაქტებზე ჟურნალისტები და აქტივისტების გარკვეული ნაწილი დაჯარიმდა უკვე ამას წინ უძღოდა ქართული ოცნების ფრაქციის მიერ საჩივარი და ამ საჩივრის მთავარი მოტივი მიზანი იყო რომ დაფინანსებული ზიზღის კამპანია ადამიანების დაპირისპირებას იწვევს. აი თქვენ როგორ აფასებთ აი ამას? ქართული ოცნების მაღალჩინოსნების მიმართ კრიტიკული დამოკიდებულების ქონა არის ბუნებრივი მდგომარეობა და ამას დაფინანსება არ ჭირდება. ეს დაიჯერონ რა, რომ ქართულ ხალხს ისე ეზიზღება, რომ ამაში ფულს არ იღებენ. ჯერ ეს გაიაზრონ და მერე გააგზავნონ ამ კარეტინული კანონების მიღება. ამ კანონის მიღების მთავარი მიზანი იყო, რომ ფულს, რასაც იპარავენ ჩემი და თქვენი ჯიბეებიდან, ამ ფულს ვეღარ ხარჯავენ დასავლეთში და ვინაიდან და რადგანაც ხოთ საქართველოში არიან ჩაკეტილები, აქ მაინც უნდათ რომ იგრძნონ თავი როგორც ეპოქალურმა გმირებმა. და არიან მოღალატეები და ხა ვინც ეტყვის რომ მოღალატეა, ამის გამო ადამიანებს აჯარიმებენ. მე დარწმუნებული ვარ რომ უფრო მეტი ეტყვის ამის შემდეგ. არ იცნობენ ქართველი ხალხის ხასიათს.